ახლა თქვენ როგორ ფიქრობთ, მოსახლეობის როგორც ვისმენთ, ხო, იგივე ოპოზიციის ლიდერებისგან, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი უფრო მეტად, რომ ქუჩაშია გამოსული, ასეთ განცხადებებს ხო ვისმენთ, მაგრამ რომ აღარ უნდა ეს ხელისუფლება, ეს არის არასწორი ინფორმაცია ამას ამბობთ. თქვენ როგორ ფიქრობთ, ახლა ეს საქართველოს უდიდესი ნაწილია გამოსული. არის რაღაცა ნაწილი ზოგს პირადი, რა თქმა უნდა, აქვს. ზოგი რაღაც თავგადასავალში ახალგაზრდა და მოწონს და გონია რომ ეს რაღაცა ქვეყნისთვის სასარგებლო საქმეს აკეთებს, მაგრამ სინამდვილეში ფიქრობ რომ ყველა ალბათ გაიაზრებს ამას, რომ ეს არის რაღაცა გარკვეული ინსტრუმენტები არიან და სწორედ ვიღაცის ხელში და აქ პირველ რიგში აზიანებენ საქართველოს დამოუკიდებლობას და სუვერენიტეტს აზიანებენ. აქ და აი ამ ბეწვის ხიძზე და ჩვენ ამ კონტექსტში რატო უყურებთ ახლა და არ უყურებთ სოფლიოში რა ხდება და ვერ ხედავთ სოფლიოში როგორ ირღვევა ურთიერთობები, როგორ წესრიგი ახალი ჯერ არ დამდგარა, ძველი უკვე ნახეთ თითქმის აღარ მუშაობს იქ რა ცვლილებები მიდის, კონსერვატორები როგორ გაცილებით მძლავრდებიან და როგორ მიდის ნებისმიერი ქვეყანას თავისი ინტერესების სასარგებლოდ და ამას აკეთებს დღეს სწორედ ჩვენი ხელისუფლება და აი ამაში მიდის ხელის შეშლა, რაც სამწუხაროა და სამწუხაროა რომ აქ ჩემი კოლეგებიც მონაწილეობენ, ესეც რასაკვირველია და საერთოდ თეატრის გადაყვანა რევოლუციურ რელსებზე ეს ძალიან ცუდია. აი ნახეთ თეატრი რას იზავთ, არასწორი არის, მოვისმინეთ ხო ერთ-ერთი რეჟისორისგან. რა თქმა უნდა, ძალიან ცუდია ესა და ეს უკვე ნიშნავს საკუთარი პროფესიაზე ხელის აღებასაც კი, იმიტომ რომ თეატრი პირიქით უნდა რაღაც საფიქრებდეს, რაღაც კითხვებს სვავდეს და არა რაღაცა ამ ხალხს ასე აქეთ-იქით სამწუხარო რეჟიმში ამყოფებდნენ. ეს ჩემთვის აბსოლუტურად